გამარჯობათ მეგობრებო, ეს ჩვენი მარათონის უკვე მე-12 დღეა. აქ ჩვენ ერთად ვცდილობთ შევინარჩუნოთ მოტივაცია და ენერგიულობა უშუალოდ საკუთარ საქმიანობაში წარმატების მისაღწევად. აბა რას ველოდებით, განვაგრძოთ შევებისა და ტექნიკების შესწავლა. ხანდახან მოტივაცია და ენერგიულობა იკლებს, როდესაც ფიქრობ, რომ ყველაფერი ძალიან შრომატევადი და დამღლელია. გიჩნდება შეკითხვა, საერთოდ რას მაძლევს ეს საქმე, რასაც ვაკეთებ? სწორედ მაშინ, როდესაც ვთვლი, რომ საკუთარი საქმიანობით უკმაყოფილო ხარ, უცებები არ სცადო სხვა საქმეზე გადართვა, რადგან ხშირად ეს სამომავლო ცანანებელი რჩება. ხშირად ვერ ვაცნობიერებთ, რამდენად კარგ და საინტერესო საქმიანობაში ვტრიალებთ, რადგან ნებისმიერ ადამიანს აქვს მომენტი, როდესაც რდის ნაცვლად უკუსვლას ირჩევს, დროებით გაჩერდი და სწორად შეაფასე. ჩამოწერე ყველა ის დადებითი მხარე, რასაც გაძლევს შენი საქმიანობა და სხვა სფეროში და სიტუაციაში გაგიჭირდება მსგავსი ბენეფიტების მოძებნა. მიმოიხედე გარშემო და დაინახე სხვა საქმიანობებთან შედარებით რა დადებით პრივილეგიებს ხედავ შენი საქმიანობიდან. არ დამიწერო მშრალად და ზედაპირულად უბრალოდ კარგი შემოსავალი ან სტატუსი. აქ სიღრმისეულად უნდა გააანალიზო, თუ რამდენად დიდი სარგებელი გაქვს შენი სფეროდან. საკუთარი მაგალითით დაგანახებ. მე გამოცდილება მაქვს სხვადასხვა ტიპის საქმიანობაში, მიმუშავე ოფისშიც, მიცდია მოხალისეობრივ პროექტებშიც მონაწილეობა. და ახლა რასაც ვსაქმიანობ, ყველაზე ბედნიერი ვარ იმით, რომ ყველაზე მეტი ბენეფიტი ამ სფეროში მაქვს. შემიძლია საკუთარი დროის მენეჯმენტი. არ მყავს უფროსი, რომელიც მიმითითებს რა გავაკეთო და როგორ. შემიძლია ვიმუშაო მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. შემოსავლის ზრდა აქ ჩემს უნარებზე და ცოდნაზეა დამოკიდებული. მუდმივი სიახლეები შემიძლია დავნერგო და ის ვაკეთო, რაც მაბედნიერებს და ნამდვილად მაინტერესებს. შემიძლია სხვადასხვა შემოსავლის წყარო მქონდეს სახლიდან გაუსვლელად. საკუთარი განათლება და ცხოვრებისეული საჭიროებები თავად დავიფინანსო. უამრავ საინტერესო ადამიანებთან მქონდეს ხშირი კომუნიკაცია. ხანდახან გადაღებებს სხვა ქალაქშიც კი ვაწყობ. ან კონტენტს ლამაზ ადგილებში ვიღებ. უფლებას ვაძლევ საკუთარ თავს ზოგჯერ შედარებით პასიური ვიყო. სწორედ ამ ჩამოთვლილი ბენეფიტების მსგავსად უნდა გაახსენო შენ საკუთარ თავს შენი ამჟამინდელი პრივილეგიები. შეგიძლია ისიც კი ახსენო, რომ ოჯახთან მეტი დროის გატარება შეგეძლება, ან მეგობრებთან ერთადაც საწარმოო რაიმე საქმიანობა. შეიქმენი შესაბამისი განწყობა თავად. მიმოიხედე. სხვა სფეროს წარმომადგენელ ადამიანებს აქვთ შესაფერისი ვიზუალი და გარემო თავიანთი საქმიანობებისთვის. სპორტსმენებს სპორტულადაც ვიათ, ხელოვან ადამიანებს შემოქმედებითად და ფერადად, ქოუჩებს კლასიკურად. შესაბამისად, თუ კი შენ ხარ კონტენტ კრეატორი, ფრილანსერი, სოციალური მედია მენეჯერი, არ ჩათვალო, რომ სახლში პიჟამოებით ყოფნა არ იმოქმედებს შენს განწყობაზე და მოტივაციაზე. სახლში ყოფნისასაც შეიქმენი ისეთი განწყობა, რომ მუშაობ და აქტიურობ. წაისვი მსუბუქი მაკიაჟი, მოიწესრიგე საკუთარი ვიზუალი. აირჩიე რაიმე ნეიტრალური ტიპის ტანსაცმელი, რომელიც იქნება სუფთა და მოწესრიგებული. დამიჯერე შენი ვიზუალი განწყობაზე ძლიერ მოქმედებს. არ დაიწყო ისეთი ფრაზებით საუბარი, თითქოს სახლში ვარ, მაინც ვინ მოაქცევს ყურადღებას. დამიჯერე, ეს მარტო შენთვის კეთდება. დაიმახსოვრე, ფერებიც კი ქმნის შესაბამის განწყობას. ჩაისვი ისეთი ფერის ტანსაცმელი, რაც გაყენებს სამუშაო განწყობაზე. ყველას ჰქონია ისეთი მომენტი, როდესაც ყველაფერი რთულად გვეჩვენება და გგონია, რომ მეტად ვეღარ გავიზრდებით და ვერ მოვახერხებთ წინსვლას. სწორედ ამ დროს მოიძიე ადამიანები, წარმატებული კრეატორები, ქოუჩები, მენტორები ან სხვა სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც ზუსტად ანალოგიურ სიტუაციაში იყვნენ წლების წინ და დააკვირდი, როგორ მოახერხეს მსგავსი დაბრკოლების გადალახვა. აიღე მათგან ინსპირაცია. გაახსენე საკუთარ თავს, რომ თუ ერთმა ადამიანმა უკვე შეძლო მსგავსი სიძნელის დაძლევა, შენ შეგიძლია. თუ მოინდომებ. ოღონდ ამჯერად ისწავლე სწორი ინსტრუმენტების გამოყენება. მოიძიე მაქსიმალური ინფორმაცია სხვადასხვა წყაროებიდან იმ პრობლემის მიმართ, რომელსაც ახლა ებრძვი. აიღე დღიური და ჩამოწერე იდეები, თუ როგორ შეიძლება ნაწილობრივ მაინც გაუმჯობესდეს შენი ამჟამინდელი მდგომარეობა. არ არის აუცილებელი თავიდანვე ყველაფერზე სწორი პასუხი გქონდეს და ზუსტად იცოდე თუ როგორ დაალაგებ ყველაფერს. ამას პროცესი განახებს. თავდაპირველად კონტენტ კრეატორობა რომ დავიწყე, მეც არ ვიცოდი, რომ მოვახერხებდი კანვას შემსწავლელი კურსების დაანონსებას. თავიდან უბრალოდ ვიცოდი, რომ შესაძლებელი იყო რაიმე უნარისა და ცოდნის გაზიარება ჩემი საქმიანობიდან, თუმცა კონკრეტულად არ ვიცოდი, თუ რა შემომეთავაზებინა აუდიტორიისთვის. თავიდან სანამ მთლიან კურსს დავამზადებდი, ჯერ ავიყვანე მოსწავლეები ინდივიდუალურად. შემდეგ მათგან თავად მივიღე რჩევა, რომ დამიანონსებინა მსგავსი ტიპის კურსი. შემდგომ აღმომაჩენინეს სხვა კრეატორები, რომლებიც მსგავს საქმიანობას უკვე ეწეოდნენ და დიდი წარმატებას ჰქონდათ ამ ყველაფერში. ხომ ხედავ, გარშემო ადამიანებზე დაკვირვება, რჩევების მოსმენა და სხვებისგან ინსპირაციის აღება რეალურად ხსნის.
არ ვამბობ, რომ შენ მარტო არ შეგიძლია ზრდა და განვითარება, მაგრამ სხვების დახმარებით უფრო სწრაფად მიიწევ წინ და მეტად ენერგიულად და ენთუზიაზმით სავსე ხარ, რადგან გარშემომყოფები მხარს გიბამენ. შენც ანალოგიურად მოწადინებული ხარ თავდაც გამოავლინო ის უნარები, რაც სხვებში მოგწონს. დღეისთვის სულ ეს იყო. ძალიან დიდი მადლობა, რომ უყურეთ ამ ვიდეოს. აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი არხი, მოიწონეთ ვიდეო, დამიტოვეთ კომენტარების ველში თქვენი შეფასება და დაელოდეთ მომავალ სიახლეებს.